ერთ კითხოს ამ კამერას უყუროთ თუ თქვენ გიყურეთ თქვენ? მე ვარ ნათია უჩავა, დაწყებითი კლასის მასწავლებელი. ჩემი პირველი გაკვეთილი მახსოვს, საკლასო ოთახი სავსე იყო მოსწავლეებით და მათი მშობლებით, იმიტომ რომ აინტერესებდათ თვითონაც როგორ შედგებოდა ეს ჩვენი პირველი დღე და მშობლებიც იყვნენ საკლასო ოთახში და არ დამავიწყდება ერთი მშობელის მზერა რო არ გენდობა რომ ესეთი ახალგაზრდა მასწავლებელია და ჩემ შვილთან რა უნდა ასწავლოს, ალბათ ასეთი ფიქრები ჰქონდა და რაღაც პერიოდი რო გავიდა, სიმართლე გითხრათ, შემდეგ ჩვენ შორის რო უკვე გავიცანით ერთმანეთი კომუნიკაცია შედგა, მითხრა რომ აი მე თავიდან მეგონა რომ რაღაცა თავს ვერ გაართმევდი, მაგრამ ესე არ აღმოჩნდა და ძალიან მიხარიაო და პირველი კვირები, როდესაც დავიწყე, ასე ვთქვათ, მასწავლებლობა და ჩემი სადამრიგებლო კლასი ავიყვანე, ესე შუა შესვენებაზე საპირფარეშოში ჩავდიოდი ხოლმე და ვტიროდი. იმდენად ნერვიულობდი, იმდენად დაძაბული ვიყავი, რამდენად გავართმევდი ამ ყველაფერს თავს, მაგრამ დროთა განმავლობაში აი ყველა ჯერზე ვწუნდებოდი, რომ მე აი ცხოვრებაში შეიძლება პირველადაც კი გავაკეთე ძალიან სწორი არჩევანი, რომ ავირჩიე მასწავლებლის პროფესია. ხო, აი, როდესაც უკვე ჩემი შედეგი დავინახე მოსწავლეებში, მე უკვე დავრწმუნდი საკუთარი თავის უფრო ვირწმუნე თვითშეფასებაც უფრო მომემატა და უფრო მომეხსნა ეს მღელვარებაც. მქონია ურთიერთობა მაღალი კლასის მოსწავლეებთანაც, აი დროებით რო შემიცვლია ერთი-ორი გაკვეთილით მასწავლებელი და მივხვდი, რომ არა ის დაწყებითები არის ჩემი სტიქია, ასე ვთქვათ, პატარა ბავშვებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ სხვა ენერგეტიკა მოდის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისგან, უფრო სხვანაირი გულწრფელები არიან, ლაღები არიან. არა აქვთ აი მორიდების მომენტი. ჩემი დროს მაგალითად მასწავლებელთან რაღაც უფრო დისტანცია იყო დაცული, მოწიწებით ვიყავი, ზედმეტს ვერ ვეტყოდით და ეს ბარიერი მე პირადად არ მაქვს ჩემს მოსწავლეებთან. ვარ ძალიან მეგობრული, გახსნილი, სახელით მომმართავენ ჩვეულებრივად. ეს ბარიერი რომ რაღაცა მასწავლებელი მოსწავლე ვარ და მე რაღაცა უფროსი ვარ, მათთვის არ არსებობს. მოსწავლეებისგანაც ყოველთვის ვგრძნობ ხოლმე, რომ როგორც მეგობარს ისე აღმიქვამენ. მაგალითად, ერთმანეთს ვუზიარებთ, რჩევასაც მეკითხებიან, მეც ვეკითხებით. ნერვიულობ. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ყოველთვის ამჩნევენ, ახალი შილაკი გიკეთიათ, მას შეიღებე, ახალი რაღაც გაცვი, აი ყველაფერს ამჩნევენ და აღნიშნავენ, რაც მთავარია. აი ძალიან გულწრფელად მოეწონებათ რაღაცა, რომ გამოიყურები, მაშინათვე გეტყვენ და ხაზს გაუსვამენ. ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ჩემი მოსწავლეების სიყვარული. პირველი სადამრიგებლო კლასის მოსწავლესთანაც კი დღეს რო ურთიერთობა მაქვს, ვწერთ ერთმანეთს, რჩევას მეკითხება, თავის პირადულ ამბებს მიზიარებს, ვფიქრობ, რომ ეს მასწავლებლისთვის არის ყველაზე დიდი წარმატება. თუნდაც ქუჩაში რომ მიდიხარ და რაღაცა განწერული ხმით გეძახის, რომ მას და შენსკენ მორბის და ამ დროს ხალხის რეაქციაც დამიფიქსირებია, რომ ესე გაყურებული იყურებიან ხოლმე. მოსწავლეების თითოეული თბილი სიტყვა, თითოეული წერილი, რომელსაც გიტოვებენ ხოლმე მაგიდასთან, ვფიქრობ, რომ აი მოსწავლეების სიყვარული არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი აღიარება და ყველაზე დიდი წარმატება. ჩემს ცხოვრებაში ყველა მასწავლებელს მადლობას გადავუხდიდი, რომელიც მყავდა არა მარტო სკოლის მასწავლებლებს, არამედ ჩემს ლექტორებსაც, რომლებიც მასწავლიდნენ, იმიტომ რომ თითოეულმა მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა ჩემი დაწყებითების მასწავლებელს, ინგა ჯალიაშვილს და ასევე ჩემი შემდეგს დამრიგებელს, რომელიც მანანა ლაფერაშვილს და ელზა რუხაძეს, რომელმაც ძალიან ჩემთვის რთულ პერიოდში დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს და აი მახსოვს არასდროს არ დამავიწყდება ეს კადრი, როდესაც აი რაღაც თემაზე ვიყავი ძალიან გულნატკენი და ესე მე-9 კლასის მოსწავლე ჩამისვა კალთაში, ჩამეხუტა და ძალიან მანუგეშა. აი დღემდე მახსოვს ეს კადრი და დიდი მადლობა მათ. რა, იმიტი რამე გამოვა რა.